იქნება. როგორ და არა, ხო, არა, აი რო იქნება ვერ მივედით, ვიყვარს ეს ხეშობა. ყველამ რო ცოტა რაღაცა დავაკეთოთ ამისთვის დაუშვათ, ხო, აი რა უნდა დავაკეთოთ. გამოსავალი არის ჩვენ საკუთარ თავში. მე ესე ვფიქრობ რა, მე დავეთანხმები აგერ ბაკურს იმაში რომ აი მედია ცოტა სხვა ფუნქცია აქვს. მეც ამაქვს რაღაც გარკვეული შენიშვნები და მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ ვიღაცა მოგწონს, ვიღაცა არ მოგწონს, ვიღაცას აკრიტიკებ, ვიღაცა არის შენთვის მიუღებელი, არის რაღაცა ეთიკა, რომელიც აუცილებელია. მე არ ვამბობ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაზე რა, ეს ამ გადაცემის ავტორის და ასე შემდეგ მის პროდიუსერის გადასაწყვეტია, მე არ მინდა ჩავერიო, მე უბრალოდ ვამბობ, მე ზოგადად ვაფასებ ყველაფერს, მათ შორის იმას რაც ხდება დღეს ქართულ მედიაში და ჩემთვის ისევე მიუღებელია ოპოზიციის რომელიმე ლიდერის, ასე ვთქვათ, გარეკანის პირველ ღერძზე მიუღებელი ფოტოს დაბეჭდა, შეურაცხყოფელი და არა კარიკატურის. ისევე როგორც ვთქვათ, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი არსებობს რაღაცა ეთიკის ნორმა. ადამიანი შეიძლება არა, იცით რა არის? აბსოლუტურად. კარიკატურა არის კარიკატურა. კარიკატურა უნდა გამოიწვიოს, აი ის იყო აი რაღაცა ღიმილი უნდა გამოიწვიოს. აი რაღაცა ბოროტი იუმორი არ უნდა იყოს რა, აი ბოროტი იუმორი. გიორგი სწორი თქვა რომ შესვა ალბათ აი დარდუბალას ეპოქამ დღემდე აქვს ამას გამოსახული და დღემდე ვაწვევით პოლიტიკური კუთხით, ანუ პოლიტიკური სატირის კუთხით დღემდე ვაწვევით აგრესიული იუმორს. მე მაგალითად მოსვენილი მაქვს ესეთი ხუმრობა, ხა არ მახსოვს რომელი ჯგუფი იყო იუმორისტების. ესეთი ხუმრობა, ნუ ყველაზე დიდი ქველმოქმედი ვინ იქნება, კითხვა იყო დასმული და ჩამოთვლილი იყო, ნუ ეს იქნება ვინც ამას გააკეთებს, ვინც იმას გააკეთებს, ვინც ფიქრიად შიხრადეს მოიყვანს ცოლად. ეს არის სერიოზული შეურაცხყოფა. რესპუბლიკელების ერთ-ერთ ლიდერსაც შეიშალა სასტიკი შეურაცხყოფა. მე ბურჯანაძეზე თქვა ძალიან არასწორი და არაკაცური გამონათქვამი გააკეთა ქალზე. ჯერ ერთი ჩვენი კულტურის სახელმწიფოში არ არის ლამაზი კი არა, მართლა არაკაცობად ითვლება, როდესაც კაცი ქალს ეს ხო, მაგრამ ეს ისიც მომშავს ახალი სტერეოტიპის იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი პოლიტიკოსია, იქ აღარ არის სქესი, იქ ხალი კაცი აღარ არის, ის არის პოლიტიკოსი, ის არის საჯარო პერსონაჟი. თუ ადამიანი პოლიტიკოსია, მაშინ მიხედოს პოლიტიკას და ქალის გარეგნობაზე მივილაპარაკებს რა. ეს ხონდა ჩვენ არ უნდა იყოს ის. ნინო ბურჯანაძე იქნება, ხათუნა გოგორი არა, სწორად დაიწყო, სად არის გამოსავალი? გამოსავალი იქ არის, რომ ადამიანებს ამაზე არ უნდა ეცინებოდი სამწუხაროდ. ხო, მაგრამ უნდა ყველაზე სამწუხაროდ გაეცინათ. უნდა და როგორ არ უნდა ეცინოთ. მე რას ვფიქრობ, ძი? ეს საზოგადოება, აი 20 წლის განმავლობაში იცინით იმაზე, რაზეც აცინებენ რა. ამ ადამიანებმა სხვა რაღაცაზე რომ გაიცინონ პოლიტიკური ანეკდოტები, ხო, ეს უკვე წავიდა ის დრო. 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ საზოგადოებაში, სადაც თაობა გაიზარდა და ამ თაობაში ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მომენტი, რომ ადამიანის მიმართ იუმორი კი აღარ აქვს, გაქვს შეურაცხყოფა, რომელზეც შეგიძლია გაიცინოს. და ამას უყურებენ ჩვენი შვილები და უყურებს მათი თაობა და იცით რა შეესაქმე. ამ ადამიანს იუმორი ყოველთვის იწევს რაღაცა დადებით ემოციას, უნდა გამოიწვიოს და იწევდეს, ხო, მაგაში იწევს რაღაცა აგრესიას, რაღაცა ბოღმას. ეს არის რაღაცა განწვეცის საათი, საშუალება. არ შეიძლება რომ ყველაფერი იყოს პოლიტიზირებული, მათ შორის იუმორი პოლიტიზირებული შეიძლება იყოს, მაგრამ დადებითად პოლიტიზირებული შეიძლება. არ უნდა შეურაცხყოფდე. ანუ პოლიტიკოს უნდა აკრიტიკებდე იუმორით დაუშვათ, ისე როგორც პოლიტიკოს და არა ისე რომ იმას დაუშვათ სკოლად არავინ მოიყოს რა შუაშია. პოლიტიკოსთან და მის საქმიანობაში. ირონული შეურაცხყოფები. ხო, რა შუაშია ხა და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მე მგონია რომ საზოგადოება, ნორმალური საზოგადოება ასეთ ხუმრობაზე არ გაიცინოს. ჩვენ პრობლემა ამაზე გვაქვს. ჩვენ როგორც ნორმალური საზოგადოება მე ვფიქრობ რომ არა ჯერ არ აქვს იმის სტიმული რომ როგორც ნორმალური საზოგადოება მარტივს გეტყვი თუ შეიძლება ცოტა ბევრი ავლაპარაკი მე წამოვწვევი მე და თქვენ ანუ მარტივს გეტყვი კიდე რა შევამჩნიე აი რადიკალიზაცია და ანუ რადიკალური ოპოზიცია იძახა მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყავს როგორც რადიკალური ოპოზიცია ასევე რადიკალური ხელისუფლება ანუ ხელისუფლება არ შეიძლება ალბათ იყოს რადიკალური მაგრამ ხელისუფლებაც არის სერიოზულად რადიკალური როგორ შეიძლება იყოს კაცო რადიკალური ორივე მხარე რადიკალური არ უნდა იყოს გულისხმობს იმას რომ არ უნდა იყოს იმიტომ რომ აი ფეკალიების როლის სურვისწორედ ოპოზიციისთვის იყო ნასროლი ხო და არა თქვა ხელისუფლება აი მე მაგალითად რას ვამჩნევ კიდე ადამიანი როცა დგას თქვა ამათ მხარეს და ის ამათ მხარეს დგომისას არის და პოეტია თქვა ეს ადამიანი სიტყვაზე და ამათ მხარეს დგომი პოეტი არის მაგარი პოეტი თქვა დგას ხელისუფლების მხარ თავრობის მხარ სიტყვაზე ავიღოთ დათო მაღრაძე ხო
თავის დროზე როდესღაც როცა იყო იკითხარეს, ეს რა დათო მაგრაძე ესეთი მაგარი პოეტი, აი ჩვენთან არის ესეთი ძალიან მაგარი პოეტი, ჩვენი პოეტი ჩვენ. დათო მაგრაძე გადავიდა ოპოზიციაში, განა ის რომ ის პოლიტიკურად ცუდი კაცია, პოეტიც აღარ არის. ხვდები რას ვამბობ? პოეტი აღარ არის. დათო მაგრაძე რობიკოს კურვას კრიტიკა არის მოდაში ახლა და ასე შემდეგ. მოდი, ანუ სულ ეხა ისე არის ბოლშევიზმი. ის არ გამომიგეს, ეხა რომ მარტო მე ხელისუფლების ბოდიში, აი მიტომ მინდა დავამთავრო რომ მარტო ის არ გამომიგეს, რომ მარტო ხელისუფლების მაგალითი მოვიყვანე. რომ დათო მაგრაძე გადავი, შეგიძლია თქვა რომ დათოogradzე პოლიტიკურად ცუდია, მაგრამ პოეტი არ არის, არ უნდა თქვა, რომ მაშინ არასოდეს არ მგონებია პუბლიცისტი, არც მაშინ როცა მე კონკრეტულ მაგალ არა მე გეუბნები ადამიანებს რომლებიც დათო მაგრაძეს თვლიდნენ ძალიან მაგარ პოეტად გადმოვიდა დათო მაგრაძე ოპოზიციაში და დათო მაგრაძე ნიტო что პოლიტიკურად ცუდია და არასწორად პოეტი აღარ არის აი ამას უსვამ ხალხს პოეტი აღარ არის შარშან პოეტი იყო წელს პოეტი აღარ არის აი პადოშიო წერია ეგერ და ეს გაკრულია ხო პადოშა ანუ ვიცით რომ ეს არის გია თორთლაძე რომელიც იყო ოპოზიციის მხარეს მაშინ იმ მოვლენების რო 7 ნოემბერი იყო თუ რაც იყო ეს იყო ძალიან მაგარი სპორტსმენი ძალიან მაგარი მანამდე ხელისუფლების მხარეს იყო მანამდე კიდევ ოპოზიციაში იყო ესე რა რო არა ხო არ მე ვამბობ არა გაუმარჯოს ალპინისტობაში როგორც პოლიტიკოსი არ ვამბობ რომ ამბობდნენ ესა და მე კი არ ვამბობ რომ დათო მაგრაძე პოეტი ან არ არის პოეტი ამბობდა ის ხალხი და მე სხვა რამეს ამბობდა იგივე გია თორთლაძე ეს ხალხი ამბობდა რომ ძალიან მაგარი ალპინისტია გადავიდა ეს კაცი ოპოზიციისა მთავრობის მხარეს და თურმე ევერესტი არ ამბობდა არასულა იმ ევერესტეო ეხა შარშან რომ მაგარი მე რო იბერიაში შეიძლება გია იმ დროსაც მისი ევერესტე ასლა არასწორი შესახებ პენსიები არის ანუ შენ არასწორად მიგეთ მე ვამბობ ის ხალხი ამბობდა რომ ეს არის ძალიან მაგარი ალპინისტი და ევერესტე კი არა კოსმოსში გადავიდა და არ არის უკვე ოპოზიციაში არა მაგრამ ის რო თქვა რომ გია თორთლაძე ცუდად აზროვნეს პოლიტიკურად ცუდი კაცია თქვი მაგრამ შარშან რო იძახოდი რომ ის ევერესტზე კი არა ევერესტის მაღლა არის ანასვლელი და ძალიან მაგარი არტისტა წელს რო თურმე ევერესტის შორიდანაც არ დაუნახია არასწორია მე მახსოვს პაციენტი რამდენი ხანი იყო ეთერში და იქ იუმორი იყო ყოველთვის ისეთი რომელიც არასოდეს არ ცდებოდა აი გემოვნების საზღვარს და ნამდვილად დიდი სიამოვნებით მამუკა ღლონტის დამსახურება ძალიან დიდი იმიტომ მხოლოდ არა რომ აკვათ ნამდვილად მართლა ესე იყო და აი კიდევ აი ესეთი ადგილები ჯერაც დარჩენილი სადაც მაგრამ აი ხა მე მაქვს ესეთი ცოტა სულ მეშინე ხოლმე რატო იცი მე ხომ იმ საბჭოთა პერიოდში ნაცხოვრები ადამიანი ვარ და კომპლექსები დამიჩინეს ჩემო გაკურდა იმიტომ რომ სულ არც არ ვარ ხოლმე დარწმუნებული რომ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება ვარ და ცოტა ის ყოველთვის მე რომ მეძახიან რომ ჭაიდან ხარ შეიძლება სწორად დავიწყო თუ ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა ხო და ამბობ სულ მესმის რომ იქ რახან ვიყავი იმ საბჭოთა კავშირში ესე იგი მოწამლული მენტალიტეტი მაქვს და რა ვფიქრობ რომ იქნება ეს იუმორი მე არ მესმის იმიტომ რომ იქ ხო ჩვენ ესეთი ცოტა ესენი ვიყავით რა ქვია ძალიან ზედმეტად თავშეკავებულები ვთქვათ და ის უნაგირი რო ცხენს ეხსნებოდა ის რო პორნოგრაფია იყო და ეხლა კიდე ასე ღიად როა ყველაფერი და ნუ სხვა თაობა ვარ ხო ვფიქრობ და იქნება მაგიტომ მიგვირს ეს ამბავი რომ მაგალითად ევროპას თუ გადავხედავთ ხო რომლისკენაც მივისწრაფთ ყველაზე უფრო ახლოს ალბათ ან მენტალობით ალბათ რაღაც ან ჩვენი დემოკრატიის ხარისხით ხო ალბათ იმითი როგორც ხდება პოლიტიკური პრობლემები ყველაზე უფრო გავართ იტალიელებს მაგალითად არსებობს იტალიელი კომიკოსი რომ ცაშინლად დასცინის აი რაღაცა ყოველად უვარდის იმას ბერლუსკონს ხო აი ისეთ რამებს თან გავს და ნუ რაღაც ისეთი გეგებები ისეთი გადაღებული რომ შეგეშინდა ძალიან უხეში ანუ იქნებ ეს არის აი ახალი აი ამ ეპოქის იუმორია ესეთი აი იმ თაობას ესმის ან იმ ეპოქას ესმის რომელსაც ეს ყველაფერი მოიტანა ხომ არ დავჭით სადღაც იმ დროში როდესაც ის ესთეტიკა სხვა იყო და ეს ესთეტიკა სხვა არის ესე ხომ არ არის ანუ შევტრიალდეთ ახლა და იქნებ